იცით ვის უნდა მიაკითხოთ, როცა სოფელში გზა გაფუჭდება, წყალი არ გექნებათ, ბავშვს ბაღში ვერ გაუშვებთ, რადგან ბაღი არ გაქვთ. ან ქალაქში ვერ წახვალთ, რადგან ტრანსპორტი არ დადის. ეს ვიდეო მათთვისაა, ვისაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება უნდა. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დემოკრატია ვერ მოვა ნამდვილი თვითმმართველობის გარეშე. ნამდვილი თვითმმართველობა კი სოფლების თვითმმართველობის გარეშე. ახლა საქართველოს ყველა სოფელს ყავს მერის წარმომადგენელი, ეგრეთ წოდებული გამგებელი, რომელიც წესით სოფლის სამსახურში უნდა იყოს, მაგრამ რადგან მერის მიერ არის დანიშნული, ხშირად მმართველი პარტიის სამსახურში უფრო არის ვიდრე ხალხის. წინასაარჩევნოდ იმერეთის სოფლებში მერების წარმომადგენლები პოლიტიკურ კამპანიაში იყვნენ ჩართულები. კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს სხვადასხვა მეთოდით არწმუნებდნენ, რომ ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცათ. ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაგალითია. ამის შესახებ ვრცელი გამოძიება iFact-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. სწორედ ამ სტატიაზე მუშაობისას გაგვიჩნდა ინტერესი, უფრო სიღრმისეულად გამოგვეკვლია მერის წარმომადგენლის საქმიანობა. რას აკეთებენ ისინი, რამდენად ეფექტურად და რა თანხა უჯდება ბიუჯეტს მათი შენახვა. მოვიარეთ ხარაგაულის, ჭიათურის და ვანის სოფლები. 60 ადამიანს ვესაუბრეთ, რომ გაგვეგო, რას აკეთებენ მერების წარმომადგენლები მათ სოფლებში. იმერეთში 529 სოფელია, ჯამში მერებს ამ სოფლებში 186 წარმომადგენელი ხავთ. ამ წარმომადგენლებს კი 278 ასისტენტი. თითოეულს 1 ან 2 გააჩნია რამხელაა თემი და რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ. გასულ წელს ამ ადამიანების ანაზღაურებაზე 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. მერის წარმომადგენლის ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 1800 ლარია. მისი ასისტენტის კი 900 ლარის ფარგლებში მერყეობს. იმერეთის სოფლებში ჩასულებს მოსახლეობა მუდმივად იმაზე შემოგჩივის, რომ არ აქვთ გზა, წყალი, ბაღი, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. iFact იმერეთის ამბებს 2020 წლის შემოდგომიდან აშუქებს. ამ 4 წელიწადში თითზე ჩამოსათვლად გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა სოფლებში მერების წარმომადგენლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს, გვესაუბრებიან და პრობლემების გადაჭრას ნამდვილად ცდილობენ. ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიას, რომ მათი წარმომადგენლების შესრულებული საქმეების ამსახველი დოკუმენტები მოეწოდებინათ. თუმცა არც ერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ მოუცია. სავარაუდოდ ამგვარი ანგარიშები წერილობითი ფორმით არც არსებობს. რამდენიმე წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ანგარიშს მერს სიტყვიერად აბარებენ ხოლმე. კანონში საჯარო სამსახურის შესახებ არ არის ჩანაწერი იმაზე, რამდენჯერ ან რა ტიპის ანგარიშს უნდა აბარებდეს მერის წარმომადგენელი მერიას. ამგვარი ჩანაწერი ვერც იმ ხელშეკრულების შაბლონურ ფორმაში ვიპოვეთ, რომელიც მერის წარმომადგენელსა და მერიას შორის ფორმდება. იმერეთის სოფლებში არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მერის წარმომადგენელი სურვილის შემთხვევაშიც კი მოკლებულია შესაძლებლობას რამე გააკეთოს სოფელში. რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ სოფლებში მერების წარმომადგენლებმა რეალურად მეტი ფუნქცია შეიძინონ და ხალხის პრობლემებიც უკეთ მოაგვარონ. ყველა სპეციალისტს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს, ეს არის დეცენტრალიზაცია და ნამდვილი თვითმმართველობა, სადაც ხალხი აირჩევს სოფლის წარმომადგენელს და როცა ეს ადამიანი მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და არა პოლიტიკური პარტიის წინაშე. დეცენტრალიზაციამდე ამ გადმოსახედიდან შეიძლება შორი გზა არის გასავლელი, მაგრამ თუ ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა, ეს გზა აუცილებლად უნდა გავიაროთ. ამ თემაზე სტატიას iFact-ის ვებგვერდზე იხილავთ, იქ უფრო ვრცლად არის მოცემული ამბის ყველა დეტალი. მანამდე კი კომენტარებში დაგვიწერეთ, თუ იცით, ვინ არის თქვენ სოფელში მერის წარმომადგენელი და რა სარგებელი მოუტანა მან თქვენ სოფელს ამ ბოლო წლების განმავლობაში.